ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უკვე თითქმის 5 საათია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა, რომელზეც მცირე ტექნიკური შესვენება იყო გამოცხადებული, რამდენიმე წუთის წინ გოგა ხაინდრავას მოსმენით განახლდა. დილიდან კომისიის წევრები კი მამუკა ყურაშვილს უსმენდნენ. შეერღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების ყოფილმა უფროსმა შეკითხვებს უპასუხა. რამდენჯერმე იყო კამათი თეა წულუკიანს, სოზარ სუბარსა და მამუკა ყურაშვილს შორის. დაისვა არაერთი კითხვა. მათ შორის იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რომლებიც სამხედრო გადაწყვეტილებებს შეერეოდნენ. კონკრეტული მაღალჩინოსნების განცხადებებთან, რეზოლუციებთან და მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა მოსახლეობის გაფრთხილება. დღესვე კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი. პარლამენტსა მარიამ კოპალეიშვილს ჩართავთ ახლა პირდაპირ ეთერში, ის თემაზე დილიდან მუშაობს. მარიამ, დეტალებს ველოდებით ჩემგან. მამუკა ყურაშვილის მოსმენა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 4 საათის განმავლობაში მიდიოდა. მან მოისმინა კანონმდებლების კითხვები არაერთი მიმართულებით, რომელიც ეხებოდა 2008 წლის ომის მოვლენებს და მის წინა პერიოდს. დღეს კომისიის მდივანმა მას კითხვა დაუსვა ასევე კონკრეტული მიმართულებით, რაც გულისხმობდა იმას, რომ ხომ არ ხდებოდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევა პროცესებში და ხომ არ სარგებლობდნენ იმით, რომ მოსახლეობა ენდობოდა მამუკა ყურაშვილს და ხომ არ იქნებოდა ხელოვნურად იმის განცდა მოსახლეობაში, რომ თითქოს ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა და საფრთხე არ იყო მოსალოდნელი. ზოგადად ეს იყო დღეს მთავარი კითხვა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ მას დაუსვა, რამდენად იყო მოსახლეობა სწორად ინფორმირებული და გაფრთხილებული ომის საკითხებზე. მამუკა ყურაშვილმა ამ ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ასეთ ვერსიას, რა თქმა უნდა, ჰქონდა არსებობის უფლება და არც ის გამორიცხა და ყოველ შემთხვევაში უარი არ უთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ ერეოდნენ იმ გადაწყვეტილებში, რომელიც წესით სამხედრო პირებს უნდა მიეყოთ. ასევე დღეს კომისიის სხდომას არჩეულია რეზოლუციაზე საუბრის გარეშე, რაზეც მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. ასევე მან გაიხსენა კონკრეტული მაღალჩინოსნების, ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებები, სადაც საქართველო იყო დადანაშაულებული კასეტური ბომბების გამოყენებაში, რასაც მან უწოდა მტრული განცხადება. შეჯამების სახით დღეს თეა წულუკიანმა თქვა, რომ წინა ხელისუფლება გამოჩნდა ამ განხილვებითაც, რომ გაწირა არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ მათ შორის სამხედრო პირებიც და მამუკა ყურაშვილის გამოსვლაც ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო თეა წულუკიანის შეფასებით. ყოველივე ამის შემდეგ კი სხდომის თავმჯდომარე დაინტერესდა თუ რატომ მიიღო მან ნაციონალურ მოძრაობაში პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რადგან ისიც თავად კარგად ხედავდა იმ პრობლემებს, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. ასევე კითხვა დაისვა მისი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებითაც. ვიძახით, რომ არ მქონდა ევაკუაციის საშუალება. ეს სიგნალი იყო. მე ძალიან ასოცირებული ვიყავი კონფლიქტის ზონაში ყველაზე მეტად ყველაფერთან და მოსახლეობა ჩემ განცხადებას ძალიან გულთან ახლოს იღებდა. ამის მერე უფრო დაიძრა ხალხი. აი ეს განცხადება რო გავაკეთოთ. თქვენ ეს განცხადება რო გააკეთეთ, მე ხომ არ გისაყვედურათ ვინმე, ასე რატომ თქვიო? კი, რა თქმა უნდა. ვინ გისაყვედურათ? გოგა გისაყვედურათ? არა, გოგამ არა, მაგრამ იმაზე გააკეთა განცხადება სააკაშვილმა, რომ ბრიყული განცხადება იყო თუ რაღაცა. ხომ არ იყო ისე, რომ თქვენი სამშვიდობო სტატუსიდან გამომდინარე ნდობიანად გამოგიყენეს იმისთვის, რომ მოსახლეობას გონებოდა, რომ არაფერი ჯერ არ ხდება. კარგად დაფიქრდით, რას გეკითხებით და მიპასუხეთ სიმართლე. ხომ არ იყავით პოლიტიკოსების ხელში? ჩემს მოსაზრებას აქვს საფუძველი. სიკვდილის წუთამდე მე მახსოვრება, რაც თქვენ წეღან მე მიპასუხეთ. თქვენ რასაც ამბობთ, ამას აქვს საფუძველი, შეიძლება კონდეს. ხო ეს მიპასუხეთ. საფუძველი კონდეს? იმას, რომ ჩემი რწმენით, ფაქტებზე დაფუძნებული რწმენით, თორემ არა. თქვენ როგორც სამშვიდობო შტაბის, ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მაპატიეთ გამოთქმისთვის, არ გეწყინოთ, ეს იყო ასე. აგიფარათ, იმიტომ რომ მოსახლეობა გენდობოდათ და მოსახლეობაც და თქვენც გაგწირეს.
თქვენ თქვით რომ არ გამოგვიყენებია კასეტური ბომბები და გეთანხმებით 100%-ით, მეც ეს ინფორმაცია მაქვს. გამოიყენა რუსეთმა, ესეთ ვიცით. თუმცა ჩვენ ყავს მაღალი თანამდებობის პირები, მაშინდელი მინიმუმ 2, რომლებიც ადასტურებენ, ან აბრალებენ საქართველოს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ეს კასეტური ბომბები. საკითხული გექნებათ, ხო? ვინ არიან ეს თანამდებობის პირები? არ ვიცი, მე მგონი ქუთელია მეორე ვიღაცა აღარ მახსოვს ზუსტად. საქართველოს ცხინვალი დაბომბა, სერგი კაპანაძე ამბობს, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა. კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. სრულიად ეწინააღმდეგება თქვენს ნათქვამს. რას პასუხობს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? სადაც ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ ის მტკიცება, რომ საქართველოს ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა და ვინვის ინტერესს ასრულებს აქედან გამომდინარე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოსახლეობა ამას კარგად მიხვდება და შეაფასებს. მადლობა თქვენი ვეთანხმები ბატონ ბექა ძამაშვილს, ეს არის მტრული განცხადება. უგულავამ მშვიდობიანობის დროს, რომ ქალაქის მერი იყო, ომიანობის დროს სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო და რეალურად ესენი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხო? თქვენი ვიზახი რო ეხლა ვიზახი კი ბატონო. მამუკა ყურაშვილის შემდეგ კი საგამოძიებო კომისიის დრო უკვე დაეთმო გუგა ხაინდრავას, რომელიც 2004-6 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების რეგულირებაში. გოგა ხაინდრავა დეტალურად იხსენებს მის საქმიანობას და მის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდს. ის ამბობს, რომ ხალხთა შორის ურთიერთობებს პრობლემა მისი დანიშვნის პერიოდიდან არ ჰქონია. თუმცა გოგა ხაინდრავა მისი წინამორბედების მსგავსად საუბრობს პოლიტიკური ელიტის არასაჭირო ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის იხსენებს ეგრეთ წოდებული ღამის თათბირებს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა შემდგომ მან ამასთან დაკავშირებით გამოხატა კიდეც პროტესტი და ეს დეტალურად მოყვა, სადაც მისი თქმით საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. მას მერე რაც სახელმწიფო მინისტრად დავენიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია იმაში კრწანიში სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც გადასული იყო მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ეგრეთ წოდებული ღამის მთავრობა. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთხელ მახსოვს ბარამიძეც იყო ერთ-ერთ შემოხვედრაზე. და ნუ ზურაბ ჟვანია და მე დავჯექით და პრინციპში სამთავრობო სხდომა ჩატარდა რა. პირველ იმაზე არაფერი არ უთხარდა. მეორედ რომ მივედით, მე ვუთხარი ზურა მე აქ აღარ მოვალ, იმიტომ რომ მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად რა. ამიტომ იქ ასე ვთქვათ ამ წრეში ღამის მთავრობაში რა გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მეთქი ჩემთვის საინტერესო არ არის. ზურაბ ჟვანიას კადრებსა და სააკაშვილის კადრებს შორის თავიდანვე იგრძნობოდა და მე მაგას საკუთარ თავზე გრძნობდი. პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არც მერაბიშვილთან, არც ადეიშვილთან, არც ოქრუაშვილთან არ მქონდა. იქამდე რომ ხშირად არც ვესალმებოდით ერთმანეთს მთავრობის ხდომებზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობით მივდივარ და მშვიდობისგან მივდივართ, მიდიოდა აი ამ ღამის მთავრობის და კონკრეტულად დავასახელე გვარები და სახელები ცდილობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლის. ეს არის რიგით მესამე სხდომა, სადაც განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და 2008 წლის ომი. დღეს ჯამში უნდა გამოიკითხოს 4 პირი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. კანონმდებლობის წინაშე ემზადება ასევე წარსადგენად ირაკლი ბათიაშვილი და ბოლოს გიორგი ვოლსკი. მადლობა. მარიამ კოპალეიშვილი გვერდთვებოდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ლილიდან პოლიტიკური შეფასებების თემა მმართველი გუნდის ინიციატივა ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ მიზანი ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა. ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. ფართოვდება კომისიის მანდატიც, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეისწავლის. უმრავლესობა ამბობს, რომ მიზანი ქვეყნის გარედან მართული ძალებისგან დაცვა, ამ ნაბიჯის გარეშე კი ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია ვერ გაჩნდება. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს. ლელა, ეთერში ხარ.
ქართულ ოცნებას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, 4 პარტია კი, რომელსაც მმართველი გუნდი კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს, დღემდე განაგრძობს ანტიეროვნულ ქმედებებს. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. ქართულ ოცნობაში განმარტავენ, რომ არსებობს არაერთი ფაქტი და განცხადება, რომ მათი ოპონენტების გეგმები ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შესვლა, რაც პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია, საუბრობენ მათ შორის გიორგი გახარიაზეც, რომელსაც უმრავლესობის თქმით მოუწევს ახსნა განმარტება არაერთ საკითხზე. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაფართოვდეს საგამოძიებო კომისიის მანდატიც და მას შეისწავლოს უკვე 2012 წლის შემდგომი პერიოდი, რაზეც პარალელურად მუშაობს გენერალური პროკურატურაც. 4 რადიკალური პარტია, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს, ჩვენ ესე უწოდებთ და უწოდებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთიანი დღის წესრიგი აქვს, ერთად აგზავნიან დანოსებს ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ჩვენ სახელმწიფოსთან. დღემდე გრძელდება ასეთი ტიპის მავნებლობა ამ 4 რადიკალური პარტიის მხრიდან, მუდმივად რევოლუციის მცდელობები, მუდმივად საზოგადოების ტყუილში შეყვანა და ამითი რაღაცა საპროტესტო მუხტის გამოწვევა, იქ ქართულ კანონს უწოდებენ რუსულ კანონს, იქ მოგვიწოდებენ რომ მოხალისეები გაგვეგზავნა საბრძოლველად თავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან. ისინი ღიად და ბატონ გახარიაზე შემიძლია მე ხაზი გავუსვა, როდესაც ტელეპირველის პირდაპირ ეთერში მას აქვს ნათქვამი რამდენიმე თვის წინ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს რევოლუცია ქვეყანაში, ხოლო თუ 20 იანვრამდე ვერ მოესწრებოდა რევოლუცია, მაშინ შემდეგი ფაზა, რაც თამაში უნდა შემოეყვანათ, ეს იყო ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროკურატურის ასე ვთქვათ შეგროვებული მტკიცებულებებიც ამ ყველაფერს გაამყარებს, ის პარალელურად მუშაობს, მაგრამ მეორეს მხრივ პარალელურად იმუშავებს საგამოძიებო კომისია და რა თქმა უნდა, ეს უფრო კიდევ გაზრდის იმის ალბათობას, რომ უფრო მეტი მტკიცებულება შეგროვდეს. დასახელებული პარტიები კი საუბრობენ წინააღმდეგობაზე ყოფილი სახელისუფლებო პარტიისა და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა არის მუქარა და პოლიტიკური დევნა ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც მათივე თქმით ვერ განხორციელდება. ჩვენ კი არა, ქვეყანა გააუქმეს. საქართველოს გიუქმებენ, სუვერენიტეტს გიუქმებენ. რაში მაინტერესებს თქვენ გონიათ ეხლა რომ მაგაზე საერთოდ ფიქრობთ მე დამიბარებენ თუ არა? რა იქნება? არა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. კომისია არარეგულარულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ნათელია, რომ არ არის სამართლიანობის აღდგენისთვის, ან სიმართლის დადგენისთვის. შეუძლიათ გააგრძელონ მუხარები, თუმცა დაალოდოთ ჩვენ პასუხებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები და ყოველთვის ვიდექით იმ ეროვნული ინტერესის სადარაჯოზე. ამას უნარი ჭირდება და განხორციელება და დავალოდებით, რა თქმა უნდა, რამდენად აღმოჩნდებათ იმის უნარი, იმიტომ რომ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, გავწევთ. მართულ გუნდში კი განმარტავენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება მყარი საფუძველი იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, რომლებიც მათივე განმარტებით ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ კი უკვე ოპოზიციიდან განაგრძობდნენ ანტიეროვნულ ქმედებებს. ამაზე ქართული ოცნების წევრები საუბრობდნენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც საუბრობდნენ ასევე წინასაარჩევნო დაპირების სახით იმაზე, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას და ჩანაცვლდნენ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები. აი ეს უსამშობლოთა გაერთიანება და რეალურად აგენტურული ქსელი, ის რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე, მათ უკვე ოპოზიციის მანტიით და რაღაც დემოკრატიის მანტიით გააგრძელეს 2012 წლის შემდეგ უკვე ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა და თუ როგორ გააგრძელეს 2012 წლის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა, ეს განსაკუთრებით მძაფრად და განსაკუთრებით თვალსაჩინოდ მათივე პატრონებთან ერთად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო ის დამანგრეველი ომი ევროპის შუაგულში. რაც შეეხება ვინ შეიძლება მივიჩნიოთ სატელიტ პარტიებად, ესეც ნათელია ამ ყველაფერზე, მე ჩავმართლევინეთ კონკრეტულ ასე ვთქვათ სახელგაგვარებს, მაგრამ დამერწმუნეთ რამოდენიმე ფერი, რომელი ფერიც გადაბრენდეს და ვითომ არანაციონალური მოძრაობა და ვითომ თავიანთ დღის წესრიგს ქმნიან ეს იგივე დედა პარტიის შვილობილები და მათი ანასხლეტები, დამერწმუნეთ თითოეული ის ლიდერი, თითოეული ის პირი, რომელიც კავშირში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, არის იმ დედა პარტიის სულისკვეთების გამგზელებელი უკვე ოპოზიციაში, რაც იყო იმ რეჟიმის დროს 2012 წლამდე.
სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ შევა თავის მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად უკვე ერთთვიანი ვადა ექნება. მადლობა ლელა ჯავახიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მეგობარი აქტი მიიღო. სხდომა დახრულ ყარს მიღმა მიმდინარეობდა. აქტი ჯერ ძალაში არ შესულა, დოკუმენტს ჯერ სენატმა, შემდეგ კი კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი. სენატში მოსმენა სავარაუდოდ ზაფხულში გაიმართება. კონგრესმენების ჯო ვილსონის და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი აქტი ითვალისწინებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადახედვის ინიციირებას. მათ შორის დახმარების პროგრამების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას, ამერიკის პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას დაწესოს სანქციები ოფიციალური პირების მიმართ. კომიტეტზე მეგობარ აქტთან ერთად განიხილეს ასევე 10-მდე სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც მათ შორის ეხებოდა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ოქროს მოპოვების პარტნიორობას, კორეულ-ამერიკული ოჯახების საკითხს და სხვადასხვა რეზოლუციას. დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, მან ჯერ პროცედურები უნდა გაიაროს. ის ჯერ კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი თავად ორივე პალატამ, როგორც სენატმა, ასევე წარმომადგენელთა პალატამ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას თბილისში აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართ მტრული აქტის მიღება არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც მკაფიო პასუხები სჭირდება. მათივე თქმით, ტრამპის გაპრეზიდენტების და მისი ღია დაპირების მიუხედავად, რომ Deep State-ს გაანადგურებდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ Deep State-ის გავლენა არათუ შესუსტებული, არამედ აგენტურა ღია ქმედებებს განაგზობს. განცხადებები კეთდება ოპოზიციურ პარტიებშიც. თემაზე უკვე ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ქეთი. მეგობარი აქტის მხარდაჭერამ არაერთი კითხვა გააჩინა მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის წევრები საუბრობენ Deep State-ის გავლენებზე ამ ყველაფრის მიღმა და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ ეს იქნება მათთვის ღია სიგნალი მასთან დაკავშირებით, რომ Deep State-ი არათუ შესუსტდა, არამედ გაძლიერდა. დღეს სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან მოვისმინეთ შეფასებები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ მოხდა ამ კანონპროექტის მათივე შეფასები დაჩქარებული წესით განხილვა და ამ ყველაფრის მიზეზად მათ დაასახელეს ოპოზიციისთვის ერთგვარი წახალისების მოტივი 31 მარტს დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი, რომლის მხარდაჭერა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე მოხდა, არა მეგობრული, არამედ მტრული აქტია. ამ აქტს რო შეგვიძლია სასახელო მტრული უწოდოთ, მაგაში ორი აზრი არ არის. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც, რაც გუშინ იქნა მიღებული, ჩვენთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, რა თქმა უნდა, ვინაიდან Deep State-თან ბრძოლა დაწყებულია, თუმცა ჯერ კონკრეტულად ამ სტრუქტურებში ვერ ხედავ Deep State-ის შესუსტებას, ესე რომ ვთქვათ. უამრავი პროცედურა არის გასავლელი, რასაც თვეები ჭირდება და შემდეგ იქნება უკვე იქ საჭირო ბატონი ტრამპის ხელმოწერა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი კანონპროექტათვე დარჩება და ვერ იქცევა კანონად. საწინააღმდეგო შემთხვევაში მაშინ მოგვიწევს იმისთვის თვალის გასწორება, რომ თურმე Deep State-ი არ დამარცხებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ პირიქით გაძლიერდა. ეხლა მიზეზი რა იყო, რომ ესე დაჩქარებულად ეს ყველაფერი მოესწროთ? იყო, რომ რაღაცა კიდე დამატებითი ჟანგბადი მიეწოდებინა ჩვენი ოპოზიციისთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას დაანონსებული აქვს ეგრეთ წოდებული ბოლო გაფართხალების აქცია და სურთ, რომ ესეთი ტიპის რაღაცა გზავნილებით იქ ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან რაღაცა ტიპის გზავნილები და ასე შემდეგ, ვთქვათ, რაღაცა უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოაგროვონ. მმართველი პარტიის ამ ბრალდებას ოპოზიციაში გამორიცხავენ. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ამ აქტის მხარდაჭერის მთავარი მიზანი არის საქართველოს დახმარება, მხარდაჭერა და ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისკენ მიმართული. კიდევ ერთი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ეს კანონპროექტი საბოლოოდ კანონის სახეს მიიღებს. მეგობარი აქტი გვეუბნება რა მიზანი აქვს ამერიკელ კანონმდებელს, სხვათაშორის ორივე პალატაში, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესში, ისე სენატში, რომ დაეხმაროს ქართულ დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, ჩვენი თავისუფლებისა, ხოლო 31 მარტის აქცია იქნება თუ სხვა ნებისმიერი საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლოდ ქართველ ხალხს არავის წახალისება არ ჭირდება.
წინასწარ მოვლენებს ვერ დავასწრებ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა, აქტის მიმართ საგარეო კომიტეტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა, სენატორი შაჰინის მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადება, რომ ეს არის მკაფი უგზავნელი ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის და ეროვნული ინტერესების. ცხადია, როდესაც ქვეყანა უხვევს დემოკრატიიდან, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანია ევროკავშირთან ერთად მსოფლიოში, ცხადია, ასეთ ფაქტებს ვერ დაუშვებს. ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და გადაიტვირთოს, ამის მნიშვნელობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში, თუმცა თავის მხრივ აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი აქტების მხარდაჭერა კონკრეტული კომიტეტების მხრიდან ამ პროცესს ხელს ვერ შეუწყობს და ისინი საუბრობენ ლობიზმის შედეგად მიღებულ გარკვეულ მხარდაჭერაზე. მეგობარი აქტი ცოტა ღიმილის მომგვრელია მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე ღიმილის მომგვრელია იმ ინიციატორების მხრიდან, იმ სახელი და გვარების მხრიდან, რომელმაც ესე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით სხვა კანონპროექტებთან ერთად ესე ვთქვათ, პაკეტით პირველი მოსმენით გააპარეს, აი პირდაპირ ვიტყოდი, არამხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი რეალურად მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოების მიმართ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან, რა თქმა უნდა, მაშორი რგოლი ამ განულებული ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ ხშირად ვახსენებ ხოლმე საკენკი კვირიდან კვირამდე რაღაცა საწვავი დაგეგმილი მარშისთვის, მორიგი თუ აქციისთვის და პროცედურას რო გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაცა ქულა დაწერილი ლობისტების მხრიდან რომ ეს პირველი მოსმენით წავიდა, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ხედავთ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული, ხო? ამ პროცესებში აი ესეთი ლობისტური ჯგუფიდან ამის რაღაცა უმნიშვნელო ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება პაკეტად ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტზე. მე ვთვლი, რომ პროცედურულად და საბოლოო ჯამში დიდ არაფერს ნიშნავს, თუმცა რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა თუნდაც იმ ლობისტური ჯგუფების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ამას სათანადო პასუხიც მოყვება და ჭირდება. მეგობარი აქტი ჯერ ისევ კანონპროექტის სახე აქვს ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში იმისთვის, რომ კანონის ძალა მიიღოს. ამ დოკუმენტმა მას სჭირდება არაერთი პროცედურის გავლა, რამდენიმე კომიტეტზე უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა და მხარდაჭერა ამის შემდეგ კი უნდა იმშელონ როგორც სენატში, ასევე კონგრესში და სახელმწიფო გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს დასჭირდება მინიმუმ 6 თვე, ამ პერიოდის განმავლობაში კი ისინი ვარაუდობენ, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები შესაძლოა რომ გადაიტვირთოს და ამ დოკუმენტმა დაკარგოს აქტუალობა. მადლობა, ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. სოციალურ ქსელში განცხადებას აცოლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბოლო დღეებში ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას. წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც სამ ასპექტზე აკეთებს აქცენტს. ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს, ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში. პარლამენტის სპიკერი სომს კითხავს, როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუ ისინი უგულებელყოფენ ქართული ხალხის უმრავლესობას უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა. განცხადებაში საუბარია ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნაზეც, რომელიც გეოპოლიტიკური მიზეზებით არის ნაკარნახევი. პირველი ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუ კი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება. რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ექს-პრეზიდენტის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის
დეკემბერში ამოეწურა. სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმის და მიხედვით თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაერევა მის უფლებაში, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა. მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი თითქოს მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც თითქოს ასე ძალიან უნდათ. მესამე, ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყარო შექმნა, რომელშიც საქართველოს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურა ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახები. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს არაწევრ ქვეყანას ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და ფაქტობრივად საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს. ისე ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ ახვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს. გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები. ჩალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას არ ეთანხმება. მმართველ გუნდში კი გარე ძალების ინტერესებზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ, რასაც მათივე თქმის ხელს უწყობენ ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი. ნანა გოგატაძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა კურიერს შემოუერთდება, გისმენთ ნანა. ჩალვა პაპუაშვილის Facebook სტატუსი დილიდან არის პოლიტიკური განხილვის თემა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე წელს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში კიდევ ერთხელ სააშკაროოს ღვთის თუ რა დამოკიდებულება, პრობლემური დამოკიდებულება აქვს ამ ქვეყნებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასევე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე საუბრობს საბჭოთა მეთოდებზე. ცხადია, ხელისუფლების ოპონენტები არ იზიარებენ ჩალვა პაპუაშვილის პოზიციას და სულისკვეთებას და აცხადებენ, რომ ერთადერთი ახლა ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში, ეს არის რუსეთი. დავსვათ მარტივი კითხვა, ვის ინტერესია საქართველოს დარჩეს მოკავშირეების გარეშე დაუცველი, რა თქმა უნდა, რუსეთის. საბჭოთა კავშირი გაგახსენეთ და მეც გიპასუხებთ, რომ დიახ, მათი მიზანი არის საქართველოს დატოვონ ყველა მოკავშირის და მეგობრის გარეშე და მარტო დააბრუნონ მეგობრები პატრიონების გარეშე დაუცველი საქართველოს დააბრუნონ საბჭოთა კავშირში. სიახლე არ არის ჩალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ დააბრალოს დასავლეთს საბჭოთა მეთოდების გამოყენება, ის რომ მას აშინებს დასავლეთის მხარდაჭერა, მათ შორის იმ განსაკუთრებული მეგობრობის, რომელიც ისტორიულად საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ქართულ ხალხს ვერ შეედგა, ეს შემთხვევით კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შიშს, რომელიც მათ გააჩნიათ. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი კვლავ Deep State-ზე და მის გავლენებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ იმასაც, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მოქმედებენ მერკანტილური მიზნებით და ცდილობენ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ განაცხონ. ეს კი მაშინ, როდესაც თავად აქვთ მჭიდრო პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ იყოს მორიგი დირექტივები გარე ძალებისგან. უბრალოდ არის ერთი მარტივი რამ, რომ ჩვენს ხარჯზე მათი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, პოლიტიკური თუ სავაჭრო, ვიძრო მერკანტილური, ამას ყოველთვის ხაზს უსვევ, ინტერესების გატარება. აი ამ ქვეყნების მხრიდან. ეს არის ამაზრზენი უბრალოდ იმის ფონზე, როდესაც პირველი სამხედრო კუთხით და სამხედრო პოლიტიკური კუთხით მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შენ ერთ დროს შენთვის წოდებული მეგობარი ქვეყანა, პარტნიორი ქვეყანა, ესე ვთქვათ, გამოიყენო
თვითონ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად, ეს ერთი და მეორე და ყველაზე მთავარი და ყველაზე ამაზრზენი და ამორალური. ის ვიწრო მერკანტილური ინტერესები და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ექსპორტში, ანუ პირველი სავაჭრო ბრუნვით პირველი პარტნიორი ბალტიისპირა ქვეყნებისთვის არის რუსეთის ფედერაცია. სამწუხაროდ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან და ჩვენ ვაგრძელებთ სამხრივ მეგობრობას ბალტიისპირეთთან, მაგალითად, საერთოდ სუვერენიტეტი აქვს დაკარგული, მათ ყავთ ხელისუფლებაში პირდაპირ deep state-ისგან მართული ადამიანები და ეხლა ეს მართული ადამიანები, როგორც წარსულში 2022 წლამდე და 2022 წლის შემდეგაც სამწუხაროდ, როგორც ახლო კარსმებმა, ისე ღიათაც მოგვიწოდებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალებულიყო, ომის კარსესლი გაშაღებულიყო, ეხლაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი კოლეგები აგენტურულ ჭრილში მოიყვანონ ხელისუფლებაში და ერთი აგენტი, ერთი რიგითი ნაცი სალომე ზურაბიშვილი სხვა აგენტურის წარმომადგენლებთან ჩავიდა, რომ ახალი დავალებები მიიღოს და თავისი გამოცდილებები მათ გაუზიარონ. ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი სამყაროს შექმნა ეს არის ის სამი ძირითადი ასპექტი, რომელზეც საუბრობს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვრცელ Facebook სტატუსში, ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა მეთოდებზე და ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები სწორედ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი შელახონ. შესაბამისად, ჩალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს და მთავრობებს, რომ არ აყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების კაპრიზებს. მადლობა ნანა გოგატაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქროაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ მოტივი გახდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქროაშვილმა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, კომისიამ პროკურატურას მიმართა. გამოძიება დაიწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. ძლიერი საქართველოს ლიდერებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ დაბარებულები, თუმცა მისვლაზე უარი თქვეს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა იქმედება და ის ითვალისწინებს ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს არჩილ კალანდიას შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა მიხეილ ყაველაშვილმაც განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და დიპლომატიური მისიის საქმიანობა. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. უკრაინაში საომარი მოქმედებებია. ოკუპანტების თავდაცვას ხერსონში 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 4. რუსეთის ძალებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებზე იერიში დრონებით მიიტანეს. განადგურებულია მრავალსართულიანი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 195 შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა 2 სოფლის მიმართულებით წინ წაიწიეს. პუტინი ამბობს, რომ გაეროს, ევროპის, ამერიკის და რუსეთის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შესაძლებელია უკრაინაში დროებითი მთავრობა დაინიშნეს, რომელიც ახალ არჩევნებს ჩაატარებს. კრემლის ლიდერმა ტრამპზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს გულწრფელად სურს კონფლიქტის დასრულება. პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა გაეროს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნებთან და ბუნებრივია ჩვენს პარტნიორებთან განგვეხილა უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობა. ეს იმისთვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ქმედითუნარიანი მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობას დაიმსახურებს. შემდეგ კი მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ევროპა უარს ამბობს რუსეთს სანქციები შეუმციროს. პარიზში მსურველთა კოალიციის 3 ძე ლიდერებმა ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მაკრონმა თქვა, რომ განიხილეს უკრაინაში მხარდამჭერი ძალის განთავსების შესაძლებლობა. თუმცა არა საბრძოლო ხაზზე, არამედ უკრაინის შიდა ტერიტორიაზე სტრატეგიულ რაიონებში. თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები ფაქტობრივად თავად აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო, ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. ზელენსკის განცხადებით პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევას ამზადებს და დროის მოგების მიზნით მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის არმიის მხარდაჭერას. ეს აუცილებელია, რათა მშვიდობის საუკეთესო პირობები მოვამზადოთ. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის დრო. სანქციები არ მოიხსნება, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებას, განსაკუთრებით ჩრდილოვან ფლოტზე და ზოგიერთ ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე. სამშვიდობო ძალები საფრანგეთის და ბრიტანეთის წინადადებაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეათანხმეს. ეს უკრაინას უნდა აღნიშნული შეთანხმებულია რამდენიმე წევრ ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკრაინაში და მომდევნო კვირებში წყდება ევროპელების გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხი. პუტინს ომი უნდა, რა უნდა ილაპარაკოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადამიანმა, რომელსაც ომი უნდა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც დადუმდება და მის ყველა ნარატივს გადაყლაპავს. ჩემთვის არ არის საინტერესო მისი წვეულებები ყირიმში და მისი წითელი ხიზილალა. იქნებ ამით მსოფლიოში ვინმეს ჯერ კიდევ აკვირვებს, თუმცა ჩემთვის ისინი დინოზავრები არიან, გესმით? მათ უბრალოდ ჩვენი გადაყლაპვა უნდათ. ჩვენ კი უნდა დავიცვათ თავი და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკებებს. ცდილობენ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრიონ გაუთავებელ უშინაარსო დისკუსიაში ყალბი პირობების შესახებ, რათა მოიგონ დრო და შემდეგ კიდევ მეტი მიწა დაიპყრონ. Financial Times-ის ინფორმაციით ამერიკას სურს კონტროლი უკრაინის ყველა რესურსზე. კიევს 23 მარტს ამერიკელებმა ახალი პროექტი წარუდგინეს, რომელიც გაცილებით მკაცრია. მასში არ არის გათვალისწინებული არც უსაფრთხოების გარანტიები. შეთანხმება უნდა გავრცელდეს უკრაინის ყველა მინერალურ რესურსზე, მათ შორის ნავთობსა და გაზზე, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ძირითად ენერგეტიკულ აქტივებზე. საუბარია ინფრასტრუქტურის გადაცემაზეც. აქ შედის საავტომობილო გზა და რკინიგზა, მილსადენები, პორტები და გადამამუშავებელი ქარხნები. სტამბოლის მერის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება თურქეთში. ქვეყანაში 4 ტელევიზიას 10 დღით მაუწყებლობა შეუჩერეს. ამასთან თურქეთის ხელისუფლება BBC-ს კორესპონდენტი, რომელიც თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა 17 საათიანი პატიმრობის შემდეგ დაარეპორტა. დემონსტრაციები თურქეთის დიდ ქალაქებში სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300,000 ევროს ოდენობით ჯარიმა და 7 წლის თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება კადაფისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში. ნათქვამია, რომ მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა. მეფეს მოუწია საჯარო ღონისძიებების გაუქმებაც. ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ძლიერი მიწის რომ მიანმარში დაღუპული 8 ადამიანის შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ამ წუთებში მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ნანგრეულია მაღალსართულიანი შენობები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. ბიძგების სიმძლავრემ 7.7 მაგნიტუდა შეადგინა. ძლიერი მიწის რა იყო ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც. ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის იუნანის პროვინციაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა. 35 წლის პირი ძებნებოდა მკვლელობის, მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონო ვაჭრობის, ძარცვის და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე გადმოკვეთა. ჭიათურაში მოქმედ სამთო მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრას სამინისტროს შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დასაქმებულთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნით და გადაწყვეტილების არგუმენტაციის გასაცნობად სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიწვიეს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. სამუშაო ჯგუფი განაგრძობს მედიაციას და კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება მაქსიმალურად უმტკივნეულად იყოს თითოეული დასაქმებულისთვის. მიმდინარე 60%-იან სახელმწიფო დავალიანებასთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანება მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც დასაქმებულთათვის უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მის
მის აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას. კომპანიის წარმომადგენლები მაღაროს ლიკვიდაციის აუცილებლობის მოტივად მის არარენტაბელურობას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, გადაწყდა, რომ გაგრძელდება მოლაპარაკება და ეს გადაწყვეტილება გადაისინჯება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვეომდელების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები წვეომდელები სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე მეოთხე ქვეით ბრიგადაში გადანაწილდებიან და 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც 6 თვიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ. შევიტყვე, რომ მეც შემიძლია დაურეგისტრირებული ვიყავი ნებაყოფლობით, რაც ასევე მომცემდა დამატებით ბენეფიტებს. მეტი არჩევანი ვადებთან დაკავშირებით მე პირადად 6 თვიანზე მივდივარ. თავდაცვის სამინისტროს აქვს გადაბარებული ეს სამსახური, რაც ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე 6 თვის განმავლობაში ვიღებთ ჩვენ სამხედრო წვრთნას. მოლოდინები ძალიან კარგი მაქვს. პირველ რიგში მინდა რომ ჩემ თავს დავუმტკიცო ეს ყველაფერი წვრთნა და სამხედრო ვარჯიშები და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩემს ცხოვრებაში გამომადგება და ძალიან კარგი გამოცდილება იქნება, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეფორმის ფარგლებში წვეომდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით სამსახურის მსურველთა რაოდენობა მზარდია. რაც შეეხება მათ ანაზღაურებას, თავდაცვის სამინისტრო ნებაყოფლობით გაწვეულ წვეომდელებს ყოველთვიურად ანაზღაურებასთან ერთად დამატებით მისცემს 30%-ით მეტ ანაზღაურებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა. უწყებამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამსახურის საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დასაცავად, საფინანსო ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავთ. ამავდროულად ფინანსთა მინისტრთა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეთ გასული წლის ანგარიში. დღეს მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მიულოცო ყველა თანამშრომელს და ამავდროულად გადავცე მადლობის სიგელები და სამკერდე ნიშნები და მინდა ყველას მომავალში წარმატებული სამუშაო უსურვო. ჯანდაცვის მინისტრი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. მიხეილ სარჯოლაძემ კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა და სამედიცინო პერსონალს სიტყვით მიმართა. ისაუბრა ქართული სამედიცინო სექტორის განვითარებაში აკადემიკოსის შეტანილ წვლილზე. რიგით მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 101 წლის და კლინიკის დაარსების 46 წლის თავს მიეძღვნა. ეს იყო პიროვნება, რომელმაც შორს გაუთქვა სახელი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და ეს იყო რა თქმა უნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდებული მემკვიდრეობა დატოვა. სიმბოლურია, რომ ძალზედ ახლოს არის ერთმანეთთან ის დღეები, როდესაც აღინიშნება ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის ხსოვნის დღე, მისი დაბადების დღე, იუბილე და იმავდროულად არაერთი ექიმი განსაკუთრებულად აღნიშნავს პროფესიულ დღეს. მინდა მათ ეს დღეც მიულოცო. ჩვენ ახალი სულისთავბერეთ ბატონი ვახტანგის მიერ დაარსებულ კლინიკას, როდესაც იგი სრულიად განვაახლეთ, აღჭურვეთ ულტრათანამედროვე მსოფლიო დონის აპარატურით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ის პაციენტი, რომელიც მოდის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. აღნიშნავთ ძალიან საქმიანად მაღალ აკადემიური კონფერენციით მოხსენებები იყო როგორც ჩვენი ღვაწლოსილი პროფესორების, ასევე ყავს ჩამოსული სოფლიოს დონის ექსპერტი ქირურგიაში. Google Maps-ზე საქართველოს 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით მარტის ბოლოდან ქვეყანაში Google-ის გადამღები ჯგუფები ჩამოვლენ და 1 წლის განმავლობაში საქართველოს 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა.
მარტის თვიდან საქართველოში იმყოფებიან Google-ის წარმომადგენლები და 12 თვის განმავლობაში მოახდინნენ 64 ქალაქის გადაღებას. ეტაპობრივად მოხდება რუკაზე დატანა, რაც საქართველოს ცნობადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის ხელშეუწყობს როგორც საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ასევე ტურისტებისთვის ეს იქნება დამატებითი ციფრული ხელსაწყო, რომლითაც ისინი შეძლებენ მოგზაურობის სწორად დაგეგმვას. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს კომპანია Google-თან და ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია სწორედ ის, რომ ასეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი დაფინანსებით გააციფრულოს 24 ქალაქი საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეგრეთ წოდებული Street View აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობის ნებისმიერი ტურისტით, რომელიც საქართველოში ჩამოდის. მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისთვის დასრულდა პროექტი, რომელმაც 5000-ზე მეტი ახალგაზრდა გაერთიანა. გაიმართა დასკვნითი კონფერენცია. მოხალისეებს სერტიფიკატები გადასცეს. პროექტი 5 თვის განმავლობაში 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. შევაჯამეთ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენმა კარგმა პარტნიორმა ორგანიზაციამ Helping Hand-მა განახორციელა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფაქტობრივად მთელი საქართველო დაფარა და მინდა დიდი მადლობა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც პროექტში იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს პირველ ეტაპზე ჩაუტარათ საგანმანათლებლო სესიები, რის შემდეგაც უკვე საჭიროების და მიხედვით განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები და ჩართეს დაახლოებით 5000-მდე მოხალისე. პროექტები შინაარსის მიხედვით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მოიცავდა მხარდაჭერას როგორც მოხალისეების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდების, ასევე მოიცავდა გარემოს დაცვით აქტივობებს. ჩვენს პროექტში ჩაერთო დაახლოებით 250-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც განივითარეს სხვადასხვა უნარები, როგორც იყო ურთიერთობები ახალგაზრდებთან და კომუნიკაციების უნარი. ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სკოლებში ტრენინგ სემინარები. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომტანი იყო. დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი კი ამით გეფშტობებათ 6-მდე. დროებით.